მოგესალმებით, ეთერშია ბიზნეს ინსაიდერი, ვსაუბრობთ ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე, რამოდენიმე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა, ყველაზე ცხელი, აქტუალური, მნიშვნელოვანი დღეს საინტერესო აღნიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა საერთაშორისო გამჭვირვალეობის, ოღონდ ამ შემთხვევაში საუბარია ბუნებრივია საერთაშორისო გამჭვირვალეობის სათაო ოფისზე და არა ადგილობრივ ორგანიზაციაზე, რომელიც საკმაოდ სულ უკეთრო ვთქვათ, კითხვის ნიშნებით გამოირჩევა მათი შეფასებები. ამ შემთხვევაში საუბარია საერთაშორისო გამჭვირვალეობის სათაო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსზე, სადაც საქართველოს უსწრებს ევროკავშირის 7-დან ნატოს 11 წევრ ქვეყანას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს კორუფციისგან თავისუფლებას ამ შემთხვევაში და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ბიზნეს გარემოს განვითარებაზე, ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებაზე, ბუნებრივია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში თუ როგორია ქვეყანაში კორუფციის დონე, დაბალი კორუფცია, ბუნებრივია ან კორუფციის ნულისკენ მიდრეკილება ცხადია ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი თავისუფალია გადაწყვეტილებებში ამ შემთხვევაში ბიზნესს არ აქვს წნეხი ან არ აქვს რაიმე ტიპის დამატებითი ვალდებულება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს რაოდენიმე მიმართულებით არის საინტერესო ქვეყანა, მათ შორის მოგეხსენებათ მსოფლიო ბანკის შეფასებებით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მარტივია ბიზნესის კეთება, ამ შემთხვევაში ჩვენ რომ გამოვიწყოთ ყველა ტიპის ბიუროკრატიული პროცედურები და მეორე მხრივ რასაც ემატება კორუფციისგან თავისუფალი გარემო, რაც ცხადია ქმნის ყველა წინა პირობას ბიზნეს საქმიანობის, სწორედ ამიტომ ხდება მიმზიდველი ქვეყნის ბიზნეს გარემო და ამას ადასტურებს სწორედ ის ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები, აქტიური მოქმედებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხაზს უსვამს ქვეყნის მნიშვნელოვანი პოტენციალის ხაზგასმას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო, რომ შედგა შეხვედრა საქართველოს პრემიერს და არაბთა გაერთიანებულ საამიროების პრემიერ-მინისტრთან, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განხილული იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით და საინტერესოა აქ კიდევ ერთი დეტალი მოგეხსენებათ, სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან ველით უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას, რომელიც შეეხება კომპანია MRS, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი კიდევ ერთხელ არის ძალიან ბევრი პოტენციალი საამიროებიდან ინვესტიციის მოზიდვის მიმართულებით, სხვათა შორის მათ შორის აღინიშნოს საპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილით, საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მოგეხსენებათ თბილისის მშრალი პორტი არის ასევე ინვესტიციის ნაწილი საამიროებიდან, რომელიც უახლოეს პერიოდში უკვე სრულფასოვნად ამოქმედება. ეს არის კონკრეტული მაგალითი ასევე ესეთი პოლიტიკურად ტურბულენტურ ვითარების ფონზე ძალიან საინტერესოა, რომ საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს აქტიურ მუშაობას ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის უკვე ნახსენებ საამიროებში ვიზიტთან დაკავშირებით ბუნებრივია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია იმყოფებოდა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე. ამ სამიტის ფარგლებში შედგა სწორედ ის შეხვედრები, რომელიც უკვე აღვნიშნეთ საამიროების პრემიერთან, მათ შორის კუვეითის ლიდერებთან, სადაც ასევე საინტერესო იყო, რომ შედგა შეთანხმება სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც გამოიკვლევს და შეისწავლის საკითხებს, რომელიც შეეხება პოტენციურად საქართველოსა და კუვეითს შორის თანამშრომლობას. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სულ უფრო და უფრო აქტიურად ითვისებს დამატებით მიმართულებებს, დამატებით ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზარდ პოტენციალს, მათ შორის აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევას სარეიტინგო სააგენტო S&P-ს მიერ გამოქვეყნებულ ნაწილს, სადაც ამ შემთხვევაში საუბარია, რომ საქართველოს იქნება კვლავ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რეიტინგი დარჩა უცვლელი, ან ნეგატიური მოლოდინები არ არსებობს. საინტერესოა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან არ არსებობს ნეგატიური მოლოდინები, თუმცა მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით სამწუხაროდ არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ შექმნან იმიტაცია
ნეგატიური მოლოდინები, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ფაქტები და ციფრები, სწორედ ფაქტებზე, ციფრებზე, საქართველოს ეკონომიკის ციფრებზე ვისაუბრებ დღეს. ბატონი გოგიტა თოდრაძე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, ჩვენი სტუმარი, Business Insiders რადიო სივრცის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო გოგიტა, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთლიანად ეკონომიკური ანალიტიკა Business Insiders და არა მხოლოდ ამ შემთხვევაში მედიების უდიდესი ნაწილი ემყარება სწორედ თქვენს მიერ მოწოდებულ ციფრებს და არასოდეს საინტერესოა ეს, რომ ჩემს პრაქტიკაში რამდენადაც ვეყნობი თქვენს ინფორმაციებს, არასოდეს არ მქონია საფუძველი რაიმე ეჭვი შემეტანა ყოველთვის. შემდგომ ეს დასტურდება ხოლმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით. თუ შეიძლება რომ გარკვეულად გასული წელით შევაფასოთ ამ კუთხით საქსტატის საქმიანობის რამოდენიმე საინტერესო ინიციატივა იყო და შემდგომ გავყვეთ გარკვეულ თემებს, რომელიც საინტერესოა ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისათვის. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მივესალმებით თქვენს მსმენელს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად გასული 2024 წელი იყო მნიშვნელოვანი საქსტატის საქმიანობისთვის იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გადავდგით ქმედითი ნაბიჯები მონაცემთა დისაგრეგაციის, ახალი სტატისტიკური მაჩვენებლების წარმოების, სტატისტიკის არეალის გაფართოების და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით დავიწყეთ და კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მივეცით მუშაობას ახალი ალტერნატიული წყაროების ძიების მიმართულებით, რადგანაც დამეთანხმებით ალბათ მოთხოვნა სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდია და ის ტრადიციული მეთოდები, რომელიც კვლევების და მხოლოდ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების სახით არის წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, აღარ არის საკმარისი მომხმარებლების მხრიდან მონაცემებზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ამიტომ უკვე დღის წესრიგში დგას ახალი ალტერნატიული წყაროების და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების საკითხი, როგორიცაა მაგალითად დიდი მონაცემები, როგორიცაა სკანერული მონაცემები, ვებგვერდიდან მონაცემთა ავტომატური ჩამოტვირთვის შესაძლებლობები და ასე შემდეგ. აქვე აღნიშნავ იმას, რომ გასული წელი საყურადღებო იყო სტატისტიკის სამსახურისთვის იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ჩავატარეთ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა, რომელიც პირველად ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში სრულიად ელექტრონულად თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარდა. აუცილებლად ვისაუბრებთ და გარკვეულ ტიპის შედეგები ამ კუთხითაც საინტერესოა, თუმცა მანამდე აუცილებლად მინდა გკითხოთ ხშირად არის ხოლმე გარკვეულ ციფრებზე, საქართველოში უყვართ ციფრებზე კამათი, ხშირად არის ხოლმე გარკვეულ ციფრებზე კამათი, რომელიც მათ შორის სტატისტიკის სამსახურიდან ქვეყნდება და შემდგომ ჩვენ ცხადია ვიყენებთ. რამდენად ეს მეთოდოლოგია თავსებადია, მეთოდოლოგიები მთელი რიგ საკითხებთან დაკავშირებით, იქნება ეს პირობითად უმუშევრობის ნაწილი თუ ასე შემდეგ, საერთაშორისო სტანდარტებთან, რამდენად ვეყრდნობით საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას ამ კუთხით. ძალიან კარგი შეკითხვაა და ნამდვილად დაგეთანხმებით იმაში, რომ მოხმარებელთა გარკვეული ნაწილი ყოველთვის გარკვეული ეჭვის თვალით უყურებს ამ პროცესს. თუმცა ჩვენ გვაქვს მასთან კომუნიკაცია და როცა უხსნით ამ ყველაფერს, უკვე ის ეჭვებიც ქრება მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი მაჩვენებლის გაანგარიშების მეთოდოლოგიას აქვს საერთაშორისო მეთოდოლოგიური საფუძველი. არის საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროსტატი, გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, OECD და ასე შემდეგ, რომელიც მეთოდოლოგიასაც ვიყენებთ სხვადასხვა საერთაშორისო მაჩვენებლის გააჩნია თემატიკას. ყველა მაჩვენებელს აქვს, ასე ვთქვათ, თავისი წამყვანი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც იძლევა ამ მიმართულებით მეთოდოლოგიურ საფუძველს. მაგალითად, სოციალურ სტატისტიკას სიღარიბის მაჩვენებელზე მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს მსოფლიო ბანკი, ევროსტატი, ასევე არის ეკონომიკური სტატისტიკის მიმართულებით წამყვანი უწყება. მთლიანი შიდა პროდუქტის და მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე OECD-ც წამყვან პოზიციებს, ასე ვთქვათ, იკავებენ და ასე შემდეგ. და მოკლედ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ვამბობთ ყოველთვის და ვასაბუთებთ, რომ ხას უსმენთ, რომ
ამა თუ იმ მაჩვენებლის გაანგარიშებისას ვიყენებთ საერთაშორისო სტანდარტებს და საერთაშორისო დაღიარებულ საუკეთესო პრაქტიკას. მაგრამ იმის შეფასებას თუ რამდენად ემთხვევა ჩვენი ნათქვამი ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ამის შეფასებას მოგეხსენებათ პერიოდულად ახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩამოდიან ჩვენთან, ახდენენ ჩვენს რევიზიას და შესაბამისად ამის საფუძველზე რეპორტი იწერება, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ერთ-ერთი ესეთი შეფასება გაკეთდა 2023 წელს 24-ში უკვე დაიდო ამის შედეგები, ეს ჩაატარა გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ, ევროსტატმა და ასე ვთქვათ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ. მათი შეფასებით ჩვენი სისტემა კონკურენტულია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო ქვეყნების სტატისტიკის სამსახურებს შორის და ის მაჩვენებლები, რომლებიც იწარმოება ჩვენს მიერ სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა რასაკვირველი არსებობს გარკვეული ნაკლოვანებები, როგორც ნებისმიერი, თუნდაც განვითარებული ქვეყნის სტატისტიკის სისტემისთვის და ამ შეფასების ეფექტი ის გახლავთ, რომ გვაძლევენ ჩვენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გავხდეთ უკეთესები და როგორ უნდა განმავითაროთ კიდე ჩვენი სტატისტიკის სისტემა. ბუნებრივია და ეს მნიშვნელოვანია სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინება, ეს შეფასებები, რომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ თავსებადი იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან და გვაქვს კიდეც ამ ნაწილში, იმიტომ რომ შემდგომ ხშირად ვხედავთ ხოლმე ზუსტად საქსტატის მონაცემებთან ახლოს მონაცემებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით. ამ ნაწილში აუცილებლად მინდა გითხოთ მიმდინარე პერიოდის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, რა ვითარება გვაქვს და თან რომ აი მსმენელს და მაყურებელს ცოტა უფრო მეტად განუმარტოთ, რომ აი როგორ ვითვლით ხოლმე ეკონომიკურ ზრდას, ვინაიდან ხშირად ასე ვთქვათ მომხმარებელი მოქალაქეები კითხულობენ, რომ აი რაში გამოიხატება ეს ეკონომიკური ზრდა, რა პარამეტრები გვაქვს ძირითადად. დიახ, მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ, ბოლო მონაცემების მიხედვით, რომელიც ჩვენ სულ ახლახანს გამოაქვეყნეთ დაახლოებით 10-12 დღის წინ, დეკემბერში ეკონომიკური ზრდა 6.7%-ია და აქედან გამომდინარე რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 9.5% იყო. და ეს ეფუძნებოდა მოკლედ DGG-ს გადახდელ საწარმოთა ბრუნვის მონაცემებს. ანუ, როდესაც ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე და მთლიან შიდა პროდუქტზე ვსაუბრობთ, რამდენიმე მიდგომა გვაქვს და რამდენიმე წყაროს ვიყენებთ. ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის, ასე ვთქვათ, შეფასებისას მთლიანად ვეფუძნებით DGG-ს გადახდელ საწარმოთა ბრუნვის მონაცემებს და დეფლირებისთვის ასევე რეალური ზრდის გასაანგარიშებლად ვიყენებთ სამომხმარებლო ფასების და მწარმოებელთა ფასების ინდექსებს, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა კვლევის საფუძველზე, ასე ვთქვათ, ვანგარიშობთ. მაგრამ არსებობს ასევე კვარტალური და წლიური პერიოდულობის სტატისტიკური კვლევები, რომელიც ჩვენ გვაძლევს მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშების შესაძლებლობას. მოგეხსენებათ. ამ შემთხვევაში ჩვენ ყოველ კვარტალურად ეკონომიკის 5-ვე ინსტიტუციურ სექტორს ვიკვლევთ. ეს არის ბიზნეს სექტორი, არაფინანსური კორპორაციების სექტორი, იგივე საფინანსო კორპორაციები, შინამეურნეობის მოსახლე არაკომერციული ორგანიზაციები და ასე შემდეგ და ვითვლით იქ დამატებულ ღირებულებას, ეს გახლავთ პრაქტიკულად მთლიანი შიდა პროდუქტის საბაზრო ფასებში, ამას ემატება შემდეგ გადასახადები, აქტება სუბსიდიები და ვიღებთ მთლიან შიდა პროდუქტს საბაზრო ფასებში. და შესაბამისად ეს ამ წყაროდან მიღებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღსანიშნავია, რომ ემთხვევა აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ანუ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. კი ბატონო, და კიდევ ერთი კომპონენტი არ შემიძლია არ გითხოთ, რაც ასევე ეხლა სწორედ პარალელურად ვუყურებ თქვენს ვებგვერდს და მინდა ვთქვა, რომ აი სრულად და სრულყოფილად არის შესაძლებელი ინფორმაციის მიღება, რასაკითხიც კი შეიძლება არსებობდეს ეკონომიკაზე მთლიანობაში. ერთხელ მინდა გითხოთ, რა თქმა უნდა, ძირითად სერვისებთან დაკავშირებით, მაგრამ ამასთან ვიდრე ამ ნაწილზეც გადავალთ, მანამდე ასევე კითხვაა ხოლმე ყველაზე ხშირი, უკეთ მე ვცდილობ რომ ის საკითხები დავსვრო, რომელიც ყველაზე უფრო მეტად აინტერესებს ხოლმე ჩვენს მსმენელსაც, მაყურებელსაც, უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით. თუ როგორ ითვლის საქსტატი უმუშევრობის დონეს, ხომ დღეს ვხედავთ უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად რეკორდულად არის შემცირებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ გარკვეული პერიოდის წინ თქვენ მოგიწიათ მეთოდოლოგიის ცვლილებაც უმუშევრობის დათვლასთან დაკავშირებით. როგორ აღირიცხება ჯამში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უმუშევარია, სამუშაოს მაძიებელია და ასე შემდეგ.
პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ უმუშევრობის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. აქაც ვეყრდნობით საერთაშორისო პრაქტიკას. აბსოლუტურად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია. აბსოლუტურად ისინი ამ მიმართულებით ლიდერები არიან. ამისთვის ჩვენ ვატარებთ ყოველკვარტალურ კვლევებს, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციულ წყაროს. ზოგადად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკაზე, მხედველობაში მიიღება მოსახლეობა 15 წლის და ზემოთ. 15 წლის და ზემოთ. ნუ ზედა ასაკი არ არის ასე ვთქვათ შემოფარგლული, რადგანაც საპენსიო ასაკშიც მათ შორის ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია. ესეთი კატეგორიის მოსახლეობა არის დაახლოებით ამ ასაკობრივ ჯგუფის 3 მილიონი. ეს 3 მილიონი მოსახლეობა იყოფა ორ ნაწილად. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალას ვისაც ვეძახით და მეორე ეს გახლავთ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, ანუ მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ. დაახლოებით პროპორცია ესეთია, 1.600.000-ია რამდენადაც მახსოვს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ არის დაახლოებით 1.400.000. ზუსტი ციფრებს ვერ დაგისახებ. სამუშაო ძალის გარეთ მოსახლეობა, რომელიც ამ შემთხვევაში ანუ აგიხსნით განუმარტავ თითოეულს. ესე იგი, პირველი კომპონენტი რო ავიღოთ, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა აერთიანებს დასაქმებულებს და უმუშევრებს. ანუ ვინ არის დასაქმებული? ის არის დაქირავებული პირი, რომელსაც ერიცხება ხელფასი, ან პლუს თვით დასაქმებული, რომელიც მუშაობს საკუთარ მამულში და ყიდის 50%-ზე მეს ბაზარზე. ან მაგალითად ძიძა, რეპეტიტორი, ტაქსიძღოლი და ასე შემდეგ, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის მომსახურებას შემოსავლის მიღების მიზნით. ანუ და პლუს აქ არის მეორე კატეგორია ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში, ეს არის უმუშევარი, ვინ ითვლება უმუშევრად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით. ესე იგი, პირი, რომელიც არ მუშაობდა გასული კვირის განმავლობაში 1 საათითაც კი, პლუს იმავდროულად ეძებდა სამუშაოს გასული თვის განმავლობაში და მესამე პირობა მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო 2 კვირის განმავლობაში. ანუ თუ ადამიანი არ მუშაობს გასული კვირის განმავლობაში არ მუშაობდა, მაგრამ არ ეძებდა სამუშაოს, ის უმუშევრად კი არ ითვლება, არამედ ის გადადის კატეგორიზაციაში მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ. ანუ ის მეორე კატეგორია, რაც გითხარით. ანუ შეიძლება ადამიანი ეძებდეს სამუშაოს, მაგრამ მუშაობის დასაწყებად არ იყოს მზად. მაგალითად შეიძლება მე პროგრამისტად მინდოდეს მუშაობა, მაგრამ არ ვიცი პროგრამირების ენა. შესაბამისად, ორ კვირაში ამას ვერ დავეუფლები და მე არა თუ უმუშევარი ვარ, არამედ ვარ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა. ანუ ეს სამივე პირობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ეხლა როგორი ანგარიშება უმუშევრობის დონე? ეს სწორედ უმუშევართა რაოდენობა ამ კრიტერიუმის მიხედვით განსაზღვრული და კვლევის საფუძველზე მიღებული იყოფა ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაზე და მრავლდება 100, ანუ პროცენტებში გამოისახება. და შესაბამისად ესე მიიღება ეს. ანუ კიდე ვინ შედის საინტერესო ალბათ, ხო? ვინ შედის მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ? დაახლოებით 1.400.000 გითხარით. ანუ ამ შემთხვევაში ნახეთ აქ შედიან პირები, რომლებიც არ ეძებენ სამუშაოს, რომლებიც არ არიან მზად მუშაობის დასაწყებად, აქ შედიან ასევე სკოლის მოსწავლეები, 15 წლის და ზემოთ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სწავლის მიზეზის გამო სწავლობენ და იმიტომ არ ეძებენ სამუშაოს, აქ შედიან დიასახლისები, რომლებიც არ მუშაობენ, აქ შედიან ასევე საპენსიო ასაკში ყოფი პირები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ სხვადასხვა მიზეზის გამო უბრალოდ კი ბატონო. და თქვენ ახსენეთ ასევე ცვლილება მეთოდოლოგიაში. ეს იყო რევოლუციური ნაბიჯი მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. ანუ ნახეთ, ადრე ეს 2020 წელს თუ 21 წელს გადავდგით ეს ნაბიჯი სხვათა შორის. ანუ ადრე თვით დასაქმებულად ითვლებოდა ნებისმიერი პირი, რომელიც საკუთარ მამულში ახორციელებდა გარკვეული ტიპის სამუშაოს. ძალიან სადაო იყო ეს საკითხი. მოყავდა მაგალითად ბოსტნეული, ზდიდა პირუტყს, ფრინველს და ასე შემდეგ და მიუხედავად მოცულობისა და მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ის ბაზარზე ფოკუსირებული, ორიენტირებული და შეიძლება მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის. მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, მაგრამ უკვე ახალი სტანდარტის და ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც უკვე გადასული ვართ რამდენიმე წელია,
დასაქმებულად მხოლოდ ისთვის დასაქმებული ითვლება, რომელიც აწარმოებს პროდუქციას და რომლის 50%-ზე მეც ყიდის ბაზარზე. რა პრინციპი უკვე კომერციულია გაკეთებული. ანუ ის ითვლება უკვე თვითდასაქმებულად, თორემ თუ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს ამ პროდუქციას, რაც ძალიან ხშირი იყო, ამას უკვე რა თქმა უნდა აღარ თვლით. სხვათა შორის 400,000 ადამიანის გადაკვალიფიცირება მოხდა ამ კატეგორიიდან სხვადასხვა კატეგორიაში. რამაც გარკვეულწილად სტატისტიკური რა თქმა უნდა და რამაც სხვათა შორის რამდენადაც მახსოვს 6%-ული პუნქტით გაზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი 2020 კი ბატონო, თუმცა აი ყოველთვის ძალიან სადავო იყო ეს ნაწილი, რომ ადამიანი, რომელიც მუშაობს საკუთარ ნაკვეთში, ასე ვთქვათ, და მოყავს იმდენი პროდუქცია, რომ თვითონ ან ყოფნის, ან არა, ზოგადად ეს ადამიანი ჩაგვეთვალა ჩვენ თვითდასაქმებულად და ჩაგვეთვალა ჯამში სტატისტიკაში, როგორც არაუმუშევარი ადამიანი, ხო? დიახ, და სხვათა შორის კიდევ ერთი საინტერესო რაღაცაა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები შეგროვებული და მონაცემთა ბაზაში იქ შესაძლებელია უმუშევრობის დონის მიხედვით ქვეყნების შედარება. ბევრი ქვეყანა არ არის დღესაც კი გადასული ამ ახალ სტანდარტზე და შესაბამისად ადარებს ზოგიერთი მომხმარებელი ჩვენი ქვეყნის უმუშევრობის მაჩვენებელს ისეთ ქვეყანას, სადაც ძველი მეთოდოლოგიაა დათვლილი. ძველი მეთოდოლოგიით ჩვენ 6%-ული პუნქტით დაბალი ქონდა უმუშევრობის მაჩვენებელი. იქ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას გაკეთებულია განმარტება, მაგრამ ამ განმარტებას ხშირ შემთხვევაში არ ანიჭებენ დიდ ყურადღებას და შესაბამისად იმის თქმა მინდა, რომ ეს მონაცემები, ანუ სხვადასხვა სტანდარტი და მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემები აბსოლუტურად არ არის შესაძარისი ერთმანეთთან. კი ბატონო, ხშირად ხდება ხოლმე ესეთი არასწორი შედარებაც ამ ნაწილში და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გაანმარტოთ, რომ ეს არის სწორედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტიდან გამომდინარე, თორემ ცალკე აღებულია, ასე ვთქვათ, სტატისტიკის ბრჭყალებში გააკეთილშობილებისთვის ძველი მეთოდოლოგია ბრჭყალებში ჯობდა მაგ ნაწილში, რომ რაღაცა, მაგრამ უბრალოდ თავის მოტყუების ნაწილი იყო. რა თქმა უნდა. სხვა შორის საინტერესოა ხოლმე ასევე, რასაც ყურადღებით ვაკვირდებით თქვენი შეფასება და ამ მიმართულებით ჩვენ საზღვრავთ ხოლმე ასევე შესაბამისად რომელი სფეროებია უფრო მიმზიდველი, მათ შორის სტუდენტებისთვის არის ხოლმე საინტერესო მაღალ შემოსავლიანობასთან დაკავშირებით, თქვათ, აი დარგები, რომლებიც უფრო ისეთი მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევიან. ამ ნაწილსაც იკვლევთ თქვენ დეტალურად უყურებთ, ასე ვთქვათ. დიახ, ხელფასების სტატისტიკის მიმართულებას. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვისაც ვატარებთ, ასე ვთქვათ, კვლევებს პლუს ადმინისტრაციულ მონაცემებს ვამუშავებთ. ანუ ხელფასების სტატისტიკის ნაწილში ორი მთავარი მაჩვენებელი გვაქვს. ეს არის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი და მეორე მედიანური ხელფასი, რომელსაც ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით ვაწარმოებთ. ანუ უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ICT სექტორი, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სადაც ყველაზე მაღალია დღეს შრომის ანაზღაურება, მეორე ადგილზე არის საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი და მესამე ადგილს იკავებს ხშირ შემთხვევაში მშენებლობის სექტორი. თუმცა მშენებლობაში ძალისხმიერ სამუშაოსთან არის ის დაკავშირებული. შედარებით დაბალი ხელფასის მაჩვენებლით ხასიათდება სოფლის მეურნეობა, სამწუხაროდ განათლების სექტორი და ჯანდაცვას, რადგანაც იქ საშუალო კვალიფიკაციის მედპერსონალს შედარებით დაბალი აქვს შრომის ანაზღაურება და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია და საშუალო მაჩვენებელზე ის დიდ გავლენას ახდენს. კი ბატონო, სხვა შორის აი ICT სექტორი ახსენეთ თქვენ, რომელიც ასევე სულ უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდების სტუდენტების ნაწილში. თან მოქნილი სამუშაო გრაფიკი ახასიათებს. სამუშაო გრაფიკი და აქ მინდა სწორედ კიდევ ერთ ნაწილს შევეხოთ, თქვენ ახსენეთ დასაქმება, თვითდასაქმება, რომელიც ჯამში რა თქმა უნდა დასაქმებად აითვლება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბევრს წარმოუდგენია, რომ აუცილებლად ვინმეს მიერ დაქირავებით დასაქმებული უნდა იყოს ადამიანი, რომ ჩაითვალოს დასაქმებულს, მაგრამ სინამდვილეში თვითდასაქმებულს ხშირად უფრო მაღალი ხელფასიც კი აქვს მთელ რიგ შემთხვევაში, ვიდრე დაქირავებით დასაქმებულს. ეს ნაწილიც გვაქვს და ასევე თქვენ აი როცა ICT სექტორზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აი როცა ბიზნეს გარემოზე ვსაუბრობთ ხოლმე, საქართველოს მიმზიდველმა ბიზნეს გარემომ შეუწყო ხელი ძალიან ბევრი კომპანიის რელოკაციას, ასე ვთქვათ, და ბევრი ადამიანის რელოკაციას საქართველოში ამ სფეროში ICT სექტორში და კიდევ ერთი აი მშენებლობის სექტორი ვახსენეთ, მიუხედავად თქვათ გარკვეული ტიპის შედარებით რთული სამუშაოს შესრულებისა, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება და დასაწყისში, რადგან არაერთხელ აღინიშნა, რომ იგივე MR ჯგუფის ინვესტიცია, რომელიც სამშენებლო დეველოპერულ ნაწილს შეეხება, სწორედ ამ სფეროში არის, სადაც ანაზღაურებაც მაღალია და უფრო შრომატევადი დარგია, შეიძლება ასე ვთქვათ, უფრო მეტი ადამიანია ჩართული. ბატონო, და აუცილებლად მინდა გკითხოთ ასევე თქვენს ნაწილში, როცა ვსაუბრობთ ხოლმე
ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკას, აი ხშირად შესადარი როგორც თქვენ აღნიშნეთ, იგივე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებს თუ არ აკმაყოფილებს ან არ იცავს რომელიმე ქვეყანა, ძნელია შესადარებლად ამ შემთხვევაში კონკრეტული ქვეყნები, მაგრამ აი როცა საუბარია ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებზე, აი როგორია ხოლმე ამ შემთხვევაში პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის ნაწილი, რომ თქვათ ეს მაჩვენებლები მაქსიმალურად სრულფასოვანი მივიღოთ. ესე იგი ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვეღწრობით საერთაშორისო ორგანიზაციის მაჩვენებლებს WTO არის ამ შემთხვევაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გახლავთ ამ შემთხვევაში მეთოდოლოგიური წყარო თუმცა ესე იგი ზოგიერთი ქვეყანა პარტნიორის შეფასებისას იყენებს განსხვავებული მიდგომას ანუ ამის შესაძლებლობა აქვს მაგალითად და ამიტომ აქედან გამომდინარე სარგისებური შედარება როცა გეცდება, მაგალითად, ჩვენი ქვეყნის ექსპორტი, ჩვენი ასე ვთქვათ, პარტნიორი ქვეყნის და იმპორტის სტატისტიკის მაჩვენებელს არ ემთხვევა. ამას აქვს გარკვეული ობიექტური მიზეზები. პირველი, რატომ? იმიტომ რომ შეიძლება მაგალითად ზოგიერთი ქვეყანა იმპორტიორად აფიქსირებს არა გამომგზავ ქვეყანას, არამედ საქონლის წარმომშობ ქვეყანას. მაგალითად, ჩვენ შემოვიტანეთ ავტომობილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მოვახდინეთ მისი რეექსპორტი მაგალითად ყაზახეთში. ესე იგი, ეს ითვლება ჩვენს ექსპორტში, რომელიც განხორციელდა ყაზახეთში. მაგრამ მე არ ვიცი ახლა ზუსტად ყაზახეთი რომელ მიდგომას იყენებს. მან შეიძლება ეს ჩათვალოს როგორც საქართველოსდან განხორციელებული იმპორტად, ან შეიძლება წარმოშობის ქვეყნის მიხედვით, ანუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან განხორციელების იმპორტად ჩათვალოს. დიახ, რა თქმა უნდა. მეორე ფასებში არის განსხვავება, ანუ ჩვენი ქვეყნის ექსპორტის სხვა ქვეყნის იმპორტთან პირდაპირ შედარება არ შეიძლება. იმ ერთი უბრალო მიზეზის გამო რომ ფასებში არის განსხვავებული მიდგომა. FOB ფასებით აღირიცხება ექსპორტი, ანუ ეს ნიშნავს საქონლის ღირებულებას დამატებული საზღვრამდე, ანუ ბორტზე დატვირთვის ხარჯები და შესაბამისად მისი ტრანსპორტირება. ხოლო შემდეგ იმპორტიორი ამ FOB ფასებს უმატებს საერთაშორისო ფრახტს და უმატებს ასე ვთქვათ დაზღვევის ხარჯებს. ანუ იმპორტის მონაცემები მარტო სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ, ფასების ფაქტორის გამო ყველა ვარიანტში აღემატება შესაბამისად ამ მაჩვენებელს. კიდე არის სხვა მრავალი ფაქტორი, ნიუანსი, რომელიც თუ გვინდა ობიექტური განსხვავების მიზეზი დავინახოთ ამ ორ ქვეყნის მონაცემებს შორის, ამას სარგისებური შედარება ქვია, სხვათა შორის, მაშინ ორი ქვეყნის სტატისტიკის სამსახური უწყება უნდა დასხდეს, წარმომადგენლები უნდა დასხდნენ და სხვადასხვა ფაქტორები განიხილონ, დეტალებში შევიდნენ, შეიძლება ცალკეულ იმპორტიორ თუ ექსპორტიორ კომპანიასთანაც კი მოუწიოთ კომუნიკაცია, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ჩვენ მაგალითად 6-7 ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან გავაკეთეთ ეს რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჰქონდა თანამშრომლობა დანიის სტატისტიკის სამსახურთან და შესაბამისად ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებას. კი ბატონო, სხვათა შორის როცა მონაცემთა ხარისხზე ვსაუბრობ და მონაცემების მოპოვებაზე, თქვენს ვებგვერდზე არა მხოლოდ ზოგადად არის მოცემული ყველა ტიპის ინფორმაცია, არამედ რამოდენიმე საინტერესო თემატური პორტალი გაქვთ. ასე ვთქვათ, რომელია ყველაზე უფრო მოთხოვნადი და ხომ არ გეგმავთ რაიმე სიახლეებს თემატურ პორტალებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ ანალიტიკოსებს, ვთქვათ, ჟურნალისტებს ეხმარება თქვენი მონაცემები, არამედ აი სტუდენტებისთვისაც, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, გულისხმობ უფრო უპირატესად ბიზნეს ადმინისტრირების და ეკონომიკის ნაწილში, ძალიან ესეთი ხელსაყრელი და ადვილია, ასე ვთქვათ, თქვენგან ინფორმაციის მიღება დღეს. დიახ, ესე იგი, ამ პორტალების შექმნის იდეა ის იყო, რომ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ყოფილიყო მომხმარებელთა ფართო ჯგუფისთვის ადვილად აღსაქმელი და ხელმისაწვდომი და ამიტომ მოვახდინეთ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებით ამ მონაცემების, ასე ვთქვათ, თანამედროვე ვიზუალიზაციის საშუალებებით და ინტერაქტიული გრაფიკების მიხედვით ამ პორტალების, ასე ვთქვათ, გაშვება. და თავიდანვე დავბირდით მომხმარებელს, რომ საშუალოდ კვარტალში ერთ პორტალს
შევთავაზებდით. რა თქმა უნდა, შარშან, რამდენიმე თვეა ეს მოსახლეობის აღწერამ ჩაყლავა კლიენტ ჩვენი რესურსი, მაგრამ საშუალო მაჩვენებელს არ დავაგდებთ და სხვათა შორის ეხლა უახლოეს თვეებში ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ ძალიან საინტერესო პორტალს, ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალს, რომელიც იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა არა მხოლოდ ენერგეტიკოსებისთვის, არამედ ეკონომიკის ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებისთვის. ყველაზე მოთხოვნად პორტალს რაც შეეხება, მოგეხსენება ჩვენ ამის შეფასებაზეც ვახდენთ. საგარეო ვაჭრობის პორტალი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს გამომდინარე იქედან რომ ეს მონაცემები ყველაზე მეტად მოთხოვნადია თუნდაც მათი სიმარტივიდან გამომდინარე. ასევე დემოგრაფიული სტატისტიკის პორტალი, რადგანაც მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ ინფორმაცია არის ასე ვთქვათ ყოველთვის ტოპ 3-ში. ასევე ტურიზმის სტატისტიკის პორტალი შევქმნით ჩვენ ძალიან კარგი პლატფორმა და შევქმნით სხვათა შორის გექნებათ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით პორტალი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. სადაც ჩვენს მიერ წარმოებული ინფორმაცია ადაპტირებულია 8-დან 12 წლის ასაკის ბავშვებზე და 13-დან 19 წლის ασაკის მოზარდებზე, თინეიჯერებზე, მათთვის ადვილად დასაქმებები. საყოველთაოობა, ასე ვთქვათ, ეს ყველასთვის საინტერესოა, რომ აი სხვათა შორის აი ხვალას გეგმავთ ამ მიმართულებით ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას, რომლებიც იქნებიან ჩვენთან სტუმრად და შესაბამისად ამ პორტალის პრეზენტაციას მოახდენთ. ძალიან კარგი მშვენიერება. ბატონო, მოგით აუცილებლად მინდა გკითხოთ ჩვენ გარკვეულად ვისაუბრეთ, მაგრამ საქსტატის საერთაშორისო თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ არა ერთ კომპონენტში ხშირად სხვა მმართველობას ხელმძღვანელობთ ხოლმე მათ შორის მახსოვს ცოტა ხნის წინ იგივე გაეროში თქვენი პოზიცია და ასე შემდეგ. აი როგორი ამ კუთხით თანამშრომლობა და რამდენად ასე ვთქვათ ველით მომავალშიც ამ ნაწილის გაგრძელებას. დიახ, ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და უფრო მეტსაც გეტყვით მათთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე ჩვენ ვერ გვექნებოდა ის შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს თუნდაც იმ საერთაშორისო რეიტინგებში. ამ მიმართულებით აღსანიშნავია თანამშრომლობა გაეროსთან, გაეროს სტატისტიკურ კომისიასთან, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან, ასევე ევროსტატთან. ევროკავშირთან მათ შორის ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც დღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორია ფინეთის სტატისტიკის სამსახური ნომერ 1 სტატისტიკის სისტემა შეფასების მიხედვით და ამ კონსორციუმში ჩართული ასევე ძლავრი სტატისტიკის სისტემის მქონე ასე ვთქვათ სახელმწიფოები როგორიცაა გერმანია და იტალია და ეს ძალიან საინტერესო კომპონენტებს აერთიანებს ეს თანამშრომლობა გრძელდება 2 წელი და ვფიქრობთ რომ ამის შედეგად ჩვენი სისტემა გახდება კიდევ უფრო მძლავრი და კიდევ უფრო მაღალ რეიტინგული ამ თვალსაზრისით. ბუნებრივია ამ აღიარების შემდგომ მნიშვნელობა აქვს ხოლმე როგორც თქვენ ანალიზეთ, მაგრამ აუცილებლად მინდა გკითხოთ ასევე შიდა დონეზე, ქვეყნის შიდა დონეზე უწყებებს შორის თანამშრომლობა, ვინაიდან ჩვენ ხედავთ ხოლმე მსგავსი შინაარსის ინფორმაციების ასე ვთქვათ გავრცელება სხვადასხვა უწყებებს იქნება ეს ვთქვათ ეროვნული ბანკი თუ იქნება ეს ეკონომიკის თუ ფინანსთა სამინისტრო ვთქვათ, აი ამ კუთხით როგორია კოორდინაცია. დიახ, მოკლედ ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა დარგობრივ სამინისტროებთან, რასაკვირველია და სხვადასხვა უწყებებთან, რატომ? იმიტომ რომ პირველ რიგში ისინი წარმოადგენენ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სახის მონაცემთა წარმოებისას. აი ჩვენ თავიდანვე ვახსენეთ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს ვიყენებთ. ასევე ვიყენებთ საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ეროვნული ბანკის მონაცემებს, ენერგეტიკის სტატისტიკის მიმართულებით ვიყენებთ, მათ შორის სემეკის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებს, დაავადებათა სტატისტიკის წარმოების მიმართულებით. კომპლექსურად ახდენთ. დიახ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს და ასე შემდეგ. უფრო მეტსაც გეტყვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური სტატისტიკის სისტემის ნაწილია და ისინი თავიანთ სიტყვას ყოველთვის ამბობენ ოფიციალური სტატისტიკის, მათ შორის სახელმწიფო ფინანსების და საგარეო სექტორის სტატისტიკის წარმოების მიმართულებით და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა მათთან.
კი ბატონო და აუცილებლად მინდა გკითხოთ დასაწყისშიც ვახსენეთ და თქვენს აღნიშნეთ რომ თქვენი საქმიანობის დიდი ნაწილი წაიღო ამ თემამ საყოველთაო აღწერა ისე როგორც დემოგრაფია ყველასთვის საინტერესო თემაა ასევე ვებგვერდზე ინფორმაციის ძიებასთან დაკავშირებითაც და ნახვებთან დაკავშირებითაც რა ვითარება აი სად ვართ ასე ვთქვათ ამ კუთხით მათ შორის ონლაინ ნაწილშიც ფიზიკურადაც აი დაახლოებით როდის გვექნება ასევე მონაცემები მე მესმის რომ ხშირად გეკითხებიან ამ ნაწილს მაგრამ ბუნებრივად თორე ჩვენგანი ველით საბოლოო შედეგებსაც ესე იგი ჩვენ გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ აღწერა რომელიც დაახლოებით 2 თვის მანძილზე გაგრძელდა და უფრო მეცაც გეტყვით რომ მაღალმთიან და ძნელად ვისადგომ რეგიონებში მონაცემთა შეგროვება ჩვენ სექტემბერში მოვახდინეთ, რათა თავიდან აგვეცილებია ამინდის შესაძლო გაუარესებით მიღებული დაბრკოლებები, სირთულეები. 14 ნოემბრიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში თვითრეგისტრაციის პორტალი იყო გახსნილი და ნებისმიერ მოქალაქეზე ჰქონდა შესაძლებლობა თვითონ შეესწრო ელექტრონული კითხვარი, მასთან სახლში არ მისულიყო ინტერვიუერი. ძალიან გამარტივებული დიახ და დაახლოებით 5-6%-მა მოსახლეობის ისარგებლა ამ შესაძლებლობით და შემდეგ უკვე კარდაკარის პრინციპით ჩვენი 12000-მდე ინტერვიუერი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენდა მონაცემთა შეგროვებას. მოკლედ აღწერის პროცესი, მონაცემთა შეგროვების პროცესი დასრულდა 31 დეკემბერს უკვე გასულ წელს და ჩვენ გადავედით უკვე ახალ ეტაპზე, რაც მონაცემთა ვალიდაციას ხარისხის სამუშაოებს და ადმინისტრაციულ მონაცემების საფუძველზე სხვადასხვა სახის მონაცემების შეგროვებას და დაზუსტებას ემსახურება. სხვათა შორის ეს რამდენიმე წლის წინ განისაზღვრა თუ როდის უნდა გამოვაქვეყნოთ მონაცემები, ეს გახლავთ ივნისის ბოლო, უпростоრად სტატსამუშაოთა პროგრამითაც არის განსაზღვრული, რომ 25 ივნის წინასწარი შედეგები რეგიონების მათ შორის ქესის დონეზე იქნება წარმოდგენილი და კიდევ 2026 წლის ბოლომდე 2026 წლის ივნისის ბოლომდე უпростоრად ჩვენ 1 წლის უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების ანუ სოფლების დონეზე შევთავაზებთ მაქსიმალურად დისაგრეგირებულ მონაცემებს მოსახლეობას. ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ძალიან ველოდებით ბუნებრივია ამ თემას გამომდინარე იქიდან რომ ჩვენს ეს ბევრი პარამეტრის შეიძლება დაზუსტებაც იყოს, ხო, გამომდინარე მოსახლეობის. რა თქმა უნდა, 10 წელი არ ჩატარებულა მოსახლეობის აღწერა და ნამდვილად შევუღურებთ დიდი მოლოდინებით ამ ინფორმაციას. კი ბატონო, ბოლოს მინდა კითხოთ გეგმები 2025 წლის, გარდა ამ თავარი გეგმისა, რომელიც ამ შემთხვევაში თავარი გეგმის ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მოსახლეობის მხრიდან ინტერესის საყოველთაო აღწერის ნაწილში რას ველით ძირითადად საქსტატის საქმიანობიდან მიმდინარე წელს. ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ამბიციური გეგმები, უპირველეს ყოვლისა მთელი ეს პირველი ნახევარი გავაგრძელებთ მოსახლეობის აღწერის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავებას და წარუდგენთ საზოგადოებას, როგორც უკვე გითხარით. გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ფინეთის სტატისტიკასთან, გერმანიის და იტალიის სტატისტიკასთან, რომლის ფარგლებში ჩვენ ძალიან საინტერესო საკითხები გვაქვს დაფარული, მათ შორის პროცესებზე მართულ სისტემაზე გადართვა. ანუ ეს არის უფრო ეფექტიანი შესაძლებლობა ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიმართულებით. დაგეგმილი გვაქვს ასევე ახალი სტატისტიკური კვლევები, ალტერნატიული მონაცემთა წყაროების კიდევ უფრო გაფართოება და მათი მაქსიმალურად გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. ეს გვაძლევს ჩვენ რესურსების დაზოგვის შესაძლებლობას და მნიშვნელოვნად შეამზობუქებს რესპონდენტის ტვირთს. და კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მთელი მსოფლიო სტატისტიკის სამსახურების ფოკუსია მიპყრობილი, ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ სამუშაოებს სტატისტიკის წარმოების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით. ეს საინტერესო ნაწილია და ამ კუთხით ჩვენ გვაქვს აი რაღაც გარკვეული საწყის ეტაპზე ვართ ამ თვალსაზრისით, ძალიან მცირე დოზით ვიყენებთ
ეს შეიძლება იყოს ძირითადად IT ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, თუმცა გეგმავთ რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ, მათ შორის არიან ქვეყნები, რომლებსაც გარკვეული მიღწევები აქვთ, თუმცა დიდი მიღწევა ჯერ ეს ახალი თემა არ აქვს პრაქტიკულად არც ერთ ქვეყნის სტატისტიკის ამსახვერს, თუმცა არიან ქვეყნები, რომლებიც გარკვეული მოწოდების სიმაღლეზე არიან. მაგალითად, ეს არის ავსტრია, ნიდერლანდები, არიან კანადის სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები და ეს სხვათა შორის ეხლა გაერო სტატისტიკის კომიტეტის წლიური შეხვედრა იმართება, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას მარტის დასაწყისში და ერთ-ერთ მთავარ თემად იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მithumetis ხელოვნური ინტელექტის ეტაპ-ეტაპ დაგენერირება ამ კუთხით მართლაც გარკვეული გარღვევა იქნება, მაგრამ მესმის რომ ამას გარკვეული დრო დაჭირდება, მაგრამ კარგია რომ ამ მიმართულებით მოძრაობთ. ბატონ გოგიტა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და აუცილებლად მინდა აღვნიშნო რომ როცა საუბარია სამუშაოების გამარტივებაზე ზოგადად თქვენი რესურსის აქტიური გამოყენების მიმართულებით ბიზნესისთვის არის საკმაოდ საინტერესო, იმიტომ რომ მთელ რიგ შემთხვევაში მთელი რიგი საკმაოდ ესეთი ძვირადღირებული კვლევების თავიდან აცილება ხდება, რაც ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია. მე მესმის რომ მსხვილი კომპანიებისთვის შესაძლოა თითქოს და გარკვეული ტიპის კვლევები ფინანსურად არ წარმოადგენდეს დიდ ტვირთს, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც არის ქვეყანაში, მათთვის მართლაც ესეთი ძალიან სასარგებლოა ფაქტიურად უფასოდ მიღებული ინფორმაცია, რომელიც თქვენი კვლევებიდან არის, ასე ვთქვათ და მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ ამისათვის. დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ბატონი გოგიტა თოდრაძე, საქციელების აღმასრულებელი დირექტორი საუბრობდა დღეს გადაცემა ბიზნეს ინსაიდერში. დღეს დაგემშვიდობებით, ჩვენ დავბრუნდებით მომდევნო 4 შაბათს. მადლობა.